თუ ასეთი იდეა სწორი იქნებოდა, ბიბლია ღმერთს ყოველთვის მხოლობითი ფორმით უნდა აღწერდეს. თუმცა ბიბლიაში შეგიძლიათ იხილოთ ღმერთის მრავლობითი ფორმა, სადაც ის საკუთარ თავს ჩვენ უწოდებს. და თქვა ღმერთმა, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. დაბადების წიგნის ენიგმატური ჩვენ. ის ამბობს, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. ეს მონაკვეთი დიდი ხანია, რაც ბიბლიის ინტერპრეტატორებისთვის თავსატეხს წარმოადგენს. თუ ღმერთის შემოქმედი, რომელმაც შექმნა ადამიანი, მხოლოდ ღმერთი მამაა. მას უნდა ეთქვა, შევქმნი ადამიანს ჩემს ხატად, ჩემს მსგავსად. მაგრამ ღმერთმა თქვა, შევქმნათ. ამრიგად ეს ნათლად ადასტურებს, რომ არსებობს მხოლოდ ღმერთი მამა. მაშინ რატომ მოიხსენია ღმერთმა საკუთარი თავი ჩვენად? ღმერთმა შექმნა მამაკაცი და ქალი. ადამი და ევა ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნენ. და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი არსებობს როგორც ადამის მამაკაცის ხატად და ევას ქალის ხატად. სწორედ ამიტომ მოიხსენია ღმერთმა საკუთარ თავს ჩვენად. ამიტომ ბიბლიის სწავლების თანახმად ჩვენ უნდა გვწამდეს არა მხოლოდ ღმერთი მამა, არამედ ღმერთი დედა.